გაუმარჯოს მოგესალმები, როგორ ახარ? იმედია, კარგად ხარ? იმედია ხოლმე ხარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ განათებაზე. არა. დამშვიდ. ამ განათებებზე არ ვისაუბრებთ. ჩვენ ვისაუბრებთ Spotlight-ზე. განათება, რომელიც ჩვენ გვანათებს, ახლა ეს განათება არის Godexis ML30BI. რომელიც არის პატარა 30 ვატიანი განათება, როგორც ხედავთ, თავის საქმეს უმკლავდება, მაგრამ ეს რომ კოლგიდან ამოიღო, ამას მაქსიმუმ რისი გაკეთება შეუძლია არის Spotlight-ი იყოს. არ ვიძახი იმას, რომ თუ 15 წელს დააყენებ საცეკვაო დარბაზში, რა თქმა უნდა, მაშინ მთელ დარბაზს გაანათებ. მე ვიძახი 1 და 2 უფრო Spotlight-ისთვის არის, ვიდრე რამის გასანათებლად. რაც უფრო ახლოს მოიტან ამ განათებას, მით უფრო ძლიერი ნათება იქნება, ფაქტიურად გამოუსადეგარი იქნება ამ ამბისთვის. და თუ ჩვენ ამ განათებას აი ასე კოლგაში მოვაქცევთ, მაშინ როგორც ხედავ, ძალიან მშვენიერია. მაგრამ როგორც წესი ივენთების დროს ამის გაკეთების საშუალება არ გაქვს. თან ყველა ადამიანს ამ კოლგით ხომ არ ზდებ. ასე რომ მე ამ განათებებს დავარქვი Spotlight-ები. აი ასე გამოიყურება ეს განათება Godexis-გან ML30BI. BI არის bicolor. Bicolor ვინც არიცით ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია შეიცვალოს ტემპერატურა. მინუსი ის არის, რომ მასთან არ აქვს ბატარია. ანუ ამას უნდა დაუყენოთ ჩვენ ბატარია, ან დენში შევაერთოთ, კედელში შევაერთოთ, რომ იმუშაოს. Godexis-მა გამოგვიგზავნა სულ ახალი განათება. ანუ ჩემთვის ახალი. შეიძლება ვიღაცისთვის უკვე ძველი, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, სულ რამოდენიმე დღის უკან შევამჩნიე ეს განათება. რა პლუსი აქვს ამ განათებას? განათება უნდა იყოს წესიდარიგით პატარა, შედარებით პატარა ვიდრე ეს არის, რა თქმა უნდა, შევადარებთ და უნდა იყოს უფრო ძლიერი. ეს კონკრეტული გახლავთ Godexis RS60BI Video Lite. Lite თუ იმეს გსურთ რომ შემისწოროთ ქართული ენა, ნიშნავს განათებას. მეგობრებო, ამ ვიდეოში რა თქმა უნდა სისულელე იქნება ის რომ თქვა ეს განათება კარგია თუ ცუდი, ჩვენ უბრალოდ ზედაპირულად დავათვალიერებთ ამ განათებას ფიზიკური მახასიათებლებით, შევადარებთ და შემდეგ უკვე საქმეშიც გავტესტავთ. რადგან ეს განათება ჩემთან არ რჩება, ეს განათება უკან უნდა გავუგზავნოთ ჩვენ Godexis. მაინც მადლობელი ვარ რომ გავტესტე და თუ შემდეგ თუ მოგვეწონება არც ეგ არის პრობლემა, შეგვიძლია ავიღოთ, ვიყიდოთ ძალიან მარტივად. როგორც მოგახსენეთ, ეს გახლავთ RS60BI. BI არის bicolor. ფერებს იცვლის რა. უკვე ის გამიჩნდა რა, იცი როგორი მომენტი გამიჩნდა, ანუ ყურადღებას ვაქცევ ძალიან რა სიტყვებს ვიტყვი, გეგონება დღე და ღამე საქართველოში ვიყო, ზდაროვაზი არის გაზრდილი და მე მასწავლიან ქართულ ენას. ეს ისე, უბრალოდ გადახვევა. 20 წელი კაცი ამერიკაში ვარ. ეს ისე უბრალოდ. არის 60 ვატი, გამოიყურება ყუთში აი ასე. ის გადაგვრჩენია, გავხსნათ. ხო, ამ განათებას ასევე აქვს სხვადასხვა ვერსიები, ეს არის ყველაზე მე როგორც მოვიძიე, გახლავთ ყველაზე ახლოს თავის ფერებთან. გულისხმობ რას, რომ გიწერს რომ 6500-იაო, ძალიან ახლოს არის ნამდვილ 6500 ფერთან. რა ვიცი, მე არ მქონია, აგერ შენ თვალწინ ხსნი პირველად, გავხსნათ და ვნახოთ. ხო, ისე აქ პატარა დესკი არ გვაწყენდა, რომ აი ესეთი რაღაცეები დავდოთ და ისე გავაკეთოთ, მაგრამ იქნება. შენი აქტიურობა ამთავარი, რომ რაღაცა პატარა მოვიწყო აქ, რომ მიაგორა, მოაგორა, დადო, გახსნა ზევიდან ხედი და მთელი ამბები. და ჩვენი განათება. всё, მეტი არაფერი არ დევს. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აი ეს ყუთი რომ მოყვა, უკვე გაია რა. ეს ჩემი განათება მოვიდა მოჯალაგუნდა აი ასე. ასეა, შენ ფულს რო იხდი, ასე გიგზავნია და თვითონ რო უნდათ რეკლამა ასე. კარგი ყუთია, როგორც ხედავ, ახლა რა ყუთია, რა გავაკეთო, არ იჭმევა, არ ისმევა, ყუთია რა, მაგრამ კარგია, რომ ყუთით მოყვა, ტრანსპორტირებისთვის იქნება ძალიან კარგი. სიმძიმეს რაც შეეხება, ჯერ გაუხსნელად, ნორმალურია, არ არის გადამრიე მძიმე, მაგრამ იმედია საქმეს გააკეთებს კარგად. შიგნით გვხვდება აი ესეთი საბუთები. საბუთები არ გადაყარო ხოლმე, ხანდახან საჭიროა. მერწმუნე საჭიროა. ეს ალბათ არ ვახსენებ, კომპანია იქიდან დაიწყეს ამის ასე თეთრ ქაღალდებში ცელოფნებში შეფუთვა. მოყვა Type-C კაბელი, ორივე მხარეს Type-C აქვს. ეს ძალიან კაი რაღაცაა, მეგობრებო, ეს გახლავთ, კარგია რომ მოაყოლეს, ეს გახლავთ განათების სადგომზე, ნახე როგორი ვაკვირდები რა ქართულ ენას. განათების სადგომზე დასამაგრებელი, რომელზეც შეგიძლია ზევიდან უკვე სავარაუდოდ ეს განათება დააყენო. გავხსნათ და ვნახოთ.
ეს გახლავთ ჩვენი ბატარეა, მეგობრებო, როგორც აღვნიშნე. ამ ბატარეის დატენვა შეგვიძლია და შემდეგ აი ესე მარტივად გამოყენება. ნუ ბატარეა მძიმეა, მინდა ვთქვა. არ არის ნამდვილად მჩატე. კიდე რა გვაქვს? ეს გახლავთ მეგობრებო, ლინზა ამ კონკრეტული განათებისთვის. ასევე ამ კონკრეტულ განათებაზე შეგიძლია დააყენო სხვადასხვა აქსესორები. ამ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში არ გვაქვს ეს აქსესორები, მაგრამ სავარაუდოდ შეუძენთ თუ მოგვეწონა ეს განათება, გვინ პატარა ფანჯრებია, რომლითაც შეგიძლია ფორმა მიცე შენს განათებას. ასე მოკლედ რო ვთქვათ. LED-ია, როგორც ნახეთ, აქვს ჩართვისა და გამორთვის ღილაკი, ასევე აქვს Type-C-ის შესაერთებელი, სავარაუდოდ ან დასატენად ან აპდეიტისთვის, არ ვიცი, გულწრფელი რო ვიყო. აქ გვაქვს ჩვენ პატარა მონიტორი, თუ რას აკეთებს ეს მონიტორი, ახლა ერთად ვნახავთ და უბატარეოდ და ლინზის გარეშე, ესიც უბატარეოდ და ლინზის გარეშე, ეს მე პატარა მეგონა და ახლა ის რომ მიჭირავს ხელში, გაცილებით პატარაა, აი. რა ვიცი. ნახეთ თქვენ, მოდი ასე ამოვატრიალებ, აინც არ მინდა იმას ხელი მოვკიდო. აი რამდენად პატარაა, გვერდიდან შეგიძლიათ ნახოთ. მოდი ავაწყოთ ისევ და უცებ ჩავთოთ და ნახოთ რა შეუძლია ჩვენს განათებას. მე მგონი ეს არის სულ მეტი არაფერი ჭირდება ამას. Type-C-ით იტენება, აი აქაც Type-C შესაერთებელი აქვს ბატარეას. ჩართვა გამორთვა ხომ ნახეთ ეხან, ჩაირთო. მონიტორზე დაგვიხატა, ნუ უნდა ავირჩიოთ ენა, ავირჩიოთ ინგლისური ენა. ეს არის ახლა 100%-ზე მეგობრებო. კარგი. ხოდო. როგორც მოგახსენეთ, ამის მართვა ჩვენ შეგვიძლია მობილური ტელეფონითაც და DIM ეს ნიშნავს პროცენტულობა, ანუ რამდენად კაშკაშა იყოს ჩვენი განათება. გვაქვს 100%. ნუ ეს ღილაკი ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ სულ მეჭირება. ასევე მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ღილაკი mod აწერია, რომელსაც დავაჭერთ და ჩვენ გვაქვს არჩევანი არის photo, lighting, LV-ის ეფექტი აქვს მეგობრებო. ასევე გვაქვს cloud-ი, ასევე გვაქვს IS ოთახის განათების მსგავსად. ეს გახლავთ ტელევიზორის ეფექტი, რა საინტერესო იქნება ეს რომ გამოვიყენოთ. რაღაცა იდეა მომივიდა უკვე. გვაქვს ასევე სანთლის ეფექტი და გვაქვს ცეცხლის ეფექტი, ასევე გვაქვს ფერვერკის ეფექტი, ასევე გვაქვს აფეთქების ეფექტი, რამდენი ეფექტი აქვს რა არის? ასევე გვაქვს სვარკის ეფექტი, ასევე გვაქვს სოსის ეფექტი. ანუ სოს ვინც არის მიშველეს ეფექტი რა. ძალიან კაი, მენიუში შევიხედოთ. მენიუში გვაქვს DMX-ი, არ ვიცი მართლა რო გითხრა, რას ნიშნავს DMX-ი. ასევე გვაქვს Bluetooth-ი, რომლიდანაც შეგვიძლია შევაერთოთ ჩვენს მობილურ ტელეფონში და შემდეგ მობილური ტელეფონით მართოთ ეს განათება. ასევე შეგვიძლია განათებას რაღაცა ფორმა მივცეთ. ასევე გვაქვს ფენი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი მოусმინეთ რამ ხელახმა აქვს. შეგვიძლია ფენი გაუთიშოთ, შეგვიძლია ავტოზე დავაყენოთ და შეგვიძლია medium-ზე დავაყენოთ, ასევე შეგვიძლია high-ზე დავაყენოთ, შევეშვათ ამ კონკრეტულს ახლა და ასევე გვაქვს anti-flicker touch. არ ვიცი რას ნიშნავს, როგორც აღვნიშნე, უნდა გაიტესტოს და ასევე გვაქვს displays, აი ამ displays ნათების კონტროლი, ენის კონტროლი, factory reset-ი და ამ კონკრეტული განათების ინფორმაციის ღილაკი. კარგით მეგობრებო, ეს იყო მოკლედ ამ კონკრეტული განათების unboxing-ი, როგორც მოგახსენეთ, გარიდან მე ეს განათება უკვე პატარა მეგონა, მაგრამ ეს უფრო ძალიან პატარაა. სიმძიმეს რაც შეეხება, რადგან უკვე მას უკვე აქვს თავისი დაყოლებული ბატარეა, ოდნავ მძიმეა ვიდრე ეს უკანასკნელი. რაც შეეხება განათებას მეგობრებო, დავტენი ამას და შემდეგ გავაკეთოთ ტესტი. და ნახოთ რამდენად საინტერესო იქნება ეს განათება ჩვენთვის და გამოგადგება თუ არა და გირჩევთ თუ არა ამ განათებას. გავტენეთ მეგობრებო, ცოტათი ეს ბატარეა, აი ჩვენი განათება მეგობრებო. უფრო უკეთესად რო განახოთ, რამხელა განათება აქვს აი ამ პატარა რაღაცას. მოდი ახლა ეზოს გადავანათებ მე. იმედია ხედავთ ამ განათებას. ძალიან დიდი განათება აქვს. მე რავი. ნუ
დათვს დავადექით, ბიჭო, რამ ხელა დათვია, გახედე. შევიდეთ, მეგობრებო, შეგნით. სანამ დათვი გამოგვეკიდა. რამ ხელა დათვია, აგე? იმედი მაქვს ხედავთ. იმედი მაქვს ხედავთ დათვს. აი იქ არის. აგე? ამ ხელაზე ანათებს მეგობრებო თქვენ თვითონაც ხედავთ ამ განათებას. ვაიმე. მეგობრებო, რაც შეეხება თვითონ განათებას, ზედაპირულად ძალიან ხარისხიანი ჩანს, ძალიან მარტივად დაუკავშირდა მობილურ ტელეფონს, საიდანაც მისი კონტროლი შეგვიძლია. რავი, ძალიან კომფორტულია, პატარა გემრიელი განათების, თვითონ ნათების ხარისხიც ძალიან კარგი, გაშლის კუთხეც ძალიან ნორმალური, სამწუხაროდ ეზოში პატარა აქსიდენტი შეგვემთხვა, ახლა კარგად გრძნობ თავს, მაგრამ თლიანი ეზო გადაანათა ერთმა ასეთმა პატარა განათებამ. გირჩევდით თუ არა, ნამდვილად ვერ ვიქნები გულწრფელი და ვერ გეტყვით რომ წადით ხვალე და იყიდეთ. რა თქმა უნდა, ეს საქმეში უნდა გაიტესტოს. ჯერჯერობით კარგად გამოიყურება, გავტესტავ მეგობრებო და თუ ჩემი აზრი შეიცვლება ამ კონკრეტულ განათებაზე, აუცილებლად გაგაგებიებთ. მანამდე მადლობა Godex, რომ მოგცა საშუალება გაგვეტესტა ეს, რომ არა Godex-ი ჩვენ იმ დათვს სავარაუდოდ ვერ დავინახავდით, ან რა ჯანდაბა მინდოდა ამ შვაღამის გარეთ, მაგრამ რაც არის ეგ არის. მადლობა რომ იყურებდი. იმედია შევხვდებით მომავალ ვიდეოში და აი ესეთ რისკებს ვიღებ მე შენი გულისთვის და ერთი რისკი შენც რა იყო ჩემი გულისთვის გამოიწერო არხი და დაალაიქო ვიდეო, მე ვფიქრობ არაფერი უჭერს. Peace amigos.